Ვიცით რა არის, დეტალებზე ვერ ვიმჟელებ, თქმა ინფორმაციაა მეტი ამაზე საჭირო, ზოგადად ვიცი, რომ უნდა გამკაცდეს და სწორია. Რა არის სიტუაცია, ნაციონალები რას ამბობენ, არ ვიცი პრინციპში, ნაციონალ ამ მნიშვნელობა აქვს, ზოგს ესეთ შეხედულება, გინდ ნაციონალი იყოს, გინდ მწვანე იყოს და გინდ ქართული ოცნების წარმომადგენელი. Адам ინდივიდუალური შეხედულებები არსებობს, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან ესეთი ჩამოყალიბებულად კაცრი ამასთან მიმართებაში. ძალიან უფრო გარედან არ ჩანს თითქოს რა, მაგრამ საკმაოდ დიდი ზარალი მოაქვს ნარკომანიას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ესეთი ინტენსიური და ეფექტური ბრძოლა წარმოებს ტრადიციულ ნარკოტიკულ საშუალებებთან, იზრდება რაღაცა სხვადასხვა მაქინაციებით, ქიმიური საშუალებებით ნარკოტიკების წარმოება და ახალ-ახალი ფორმულები შემოდის. ჩვენი ახალგაზრდობა სერიოზული მოხარეს ქვეშ არის და აქედან გამომდინარე ალბათ ეს ალბათ კი არა, აქედან გამომდინარეა განაცხადებებიც გამკაცრებასთან დაკავშირებით. კანონის გამკაცრება თვითონ მეცადის პრობლემა და ეს სქემა რომელზეც ნაციონალურ მოძრაობებთან ხდება და ზოგადად ყველასთან ხდება. პრობლემა არის ქვეყანაში ნარკომანიის ბიოსთან დაკავშირებით თქვა და დაიწერა ბოლო პერიოდში. კანონის გამკაცრება ამ პრობლემას მოაგვარებს თუ აი ამ სხვა მექანიზმზე შეობს კოალიცია, რომელიც პრესთან კოალიცია და რომელიც რეალურად შეუძლია აქციებებს შეტანა. სხვა არ შეიძლება პარალელურად არ მიდიოდეს რაღაც პროცესი. მე ვფიქრობ, რომ აი კორნალობასთან, აღზრდასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგია ჩამორჩება საერთაშორისო დახმარების ფორმებს და ეს დახმარება არსებობს რეალურად. უნდა გაფართოვდეს და რასაკვირველია ამაზე ფიქრია საჭირო. მე არა ვარ ამ დარგის ექსპერტი, ახლა ბევრს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ არ შეიძლება მარტო თქვათ ჯოხით გადაწყვეტოს საკითხი, საჭიროა სხვა ზომებიც. Poate არსებობს ინფორმაცია, რომ კოალიციას უკვე აქცია თვითონობის მერეთთან გაგებებთან და ასე შემდეგ. არსებობს უკვე შეთანხმება გარკვეულ კანდიდატებთან დაკავშირებით. არ არსებობს ეგეთი შეთანხმება და სიები რომ კონდეს და ადამიანების კანდიდატურებს იხილავდა და ანალიზს აკეთებდა, ეს ამაში არანორმალური არაფერი არ არის. ანუ კონკრეტული კანდიდატები არის. კონკრეტული მე არა, მე არ შემიძლია გასახელოთ არ მქონია ამასთან, მე მაგ ჩემი მოსაზრებები თქვა რაღაც საკითხად დაშორებ და არსებობს კოალიციაში ხალხი, ვისაც მოსაზრებები აქვს, მაგრამ არ შეგვიჯერებია. ხო, აუცილებლად რა რეაგირება იქნება გავერგოვით სიტუაციაში. ჯერჯერობით ისეთ ცხელი ამბავია, მე ძალიან გამიკვირდა, მაგალითად, მართალი რო გითხრათ. ნორმალი კი არის ესეთი ემოციური, საკმაოდ ემოციური გამოსვლაც იცის, მაგრამ ფიზიკურ დაპირისპირებას ნაკლებად წარმოვიდგენდი მისგან ძალიან მშვიდობიანი ადამიანია, განწყობაც ძალიან ისეთი აქვს. ისევე როგორც მისი ძმა და ფიზიკურადაც არ არის ახლა ისეთი პიროვნება, რომელიც თქვა დაიქვეყნეს იმითი, რომ მუშტიკრივი მაგისის სფეროა. და სერიოზული ყოველთვის ამ თემაზე ესეთი საკმაოდ სერიოზული მიდგომები, სერიოზული ხედვები ქონდა და არ არის ის პოლიტიკოსი, ვინც ამ იმითი გამოირჩევა. არ ვიცი რატომ მოხდა, გავერგოვით ალბათ რა. შეიძლება ვერ შეიკავა თავი უნდა შეიკავებინა რასაკვირველია თმენის ვალდებულება აქვს
მაგრამ აი სიტყვა რასაკვირველია რო ვთქვი თვითონ მე ხამუშა რაღაც რთულია ამ სიტუაციაში ხდება ხოლმე პოლიტიკური ექსცესები ეს არ არის პიროვნული დაპირისპირება რაღაც ალბათ პოლიტიკური თემაც დევს ამაში სამწუხაროდ არის რა ჩვენ პოლიტიკოსები იგივე ადამიანები არიან ჩვეულებრივი შეიძლება რაღაც ემოცია მიჭარბა მეც ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით მე ვაფასებ მე არ შემიძლია შევაფასო როგორც პროკურორი არა ვარ არ საგამომძიებლო ან თუნდაც იუსტიციის სისტემაში არ მუშაობ შეფასება ისეთია რა როგორცაც უნდა ალბათ ძალიან ძნელად ეჩვევა საზოგადოება მაგრამ საბოლოოდ უნდა მივიდეთ იქამდე რომ არსებობს საზოგადოებრივი განწყობა საზოგადოებრივი შეხედულებები და არსებობს სამართალდამცავი ორგანოები სასამართლო სისტემის დასკვნები ამასთან დაკავშირებით რომელიც ხშირ შემთხვევაში რაც უფრო ნაკლები იქნება ეს შემთხვევა უკეთესია საზოგადოება უნდა დაკმაყოფილებული იყოს თავის შეხედულებებში ელოდება რომ დაკმაყოფილდება მისი ემოციური შეხედულება ამა თუ იმ პიროვნებასთან დაკავშირებით რაც შეიძლება არ მოხდეს სასამართლო სისტემის მიერ და ესეთი მოვლენები ამ შემთხვევაშიც მომავალში შეიძლება მოხდეს. მე ვფიქრობ, რომ თვითონ დათა ახალაია არ არის ის პიროვნება, რომლის მიმართაც შეიძლება ლოიალური იყოს სასამართლო სისტემა, მაგრამ რა ვქნათ? ესე თუ ხდება, ესე თუ აფასებს საპირისპირო შეფასება, ალბათ საპირისპირო დაწესებულება, შესაბამისად დაწესებულება უნდა მოახდინოს, კასაჩივრდეს და სამართლებრივი ზომები უნდა იქნეს მიღებული. ემოციაზე, ჩემ ემოციას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ზეტრა არის ამდენმეჯერ მithქვია, მე ვერ გეტყვით რომ ეს ფორმულირება მომწონს, მაგრამ იძულებული ვარ გავემეორო რომ თქვათ იქ სადაც ესმით, იქ სადაც კითხულობენ, თქვათ ცნობილ ვენეციაში, ან ბრიუსელში, ან თუნდაც ვაშინგტონში, თბილისში, სხვა ქვეყნებში, სხვა ორგანიზაციებში, საერთაშორისოში. სადაც ეს აინტერესებთ, იქ ცალსახად პოზიტიური შეხედულება აქვს. ამასთან დაკავშირებით უამრავი ცვლილება შესული, განსაკუთრებით აფასებენ იმას, რომ სახელმწიფოში პირველად ტარდება პირდაპირ არჩევნები მმართველების და რომ მინიმუმამდე დაყვანილი მინდა ვთქვა, თუ არა, საერთოდ ნულამდეა დაყვანილი ეს კარუსელების სისტემა, საერთოდ გაყალბების სისტემა და საერთოდ მიკვეს როგორ საუბრობენ მავანნი რაღაც საარჩევნო სისტემაზე ან მის ცუდან უკეთეს მხარეებს. შეიძლება როგორც ექსპერტმა თქვას, მაგალითად ვიდმე ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება აი ამ დაკავებებს და იმას, ვინ ჩამოთვლილ ორგანიზაციებში, ქვეყნებში სხვა შეხედულება აქვს. ერთადერთი დარჩა ის კახეთის გზატკეცილზე არსებული დაწესებულება, პარტიული ოფისი, რომელსაც სხვა შეხედულება აქვს ამასთან დაკავშირებით. ისინი ეგრეთ თვლიან, რომ მიმდინარეობს. არავინ მათ გარდა ამას არ თვლის. თუ ვინმე მიაჩნია, რომ იმის გამო, რომ ვანო მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და პარტიის გენერალური მდივანი და ამის გამო პასუხი არაფერზე არ უნდა მოითხოვს, მე ვფიქრობ, რომ ეს ესეთი შეცდომა, რომელიც არა ჩვენ, თქვათ, ჩვენი თაობის ხელისუფლებას აქვს, შემდეგ ხელისუფლებებსაც მიცემს იმის განცდას, რომ თუ ხელისუფლებაში ხარ, რაც გინდა ის გააკეთე, ფერეუ და შეგჩეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავის არაფერი არ შერჩება თუ დააშავებს და თუ ამას ყველაფერს დაუკავშირებ იმას დევნას და პოლიტიკურ სარჩულს დაუდებ, არ იქნება
ობიექტური მეტი ვერაფერს ვერ ვიტყვი და არც არის ეგ რაზე უნდა ვილაპარაკოთ. იგივე აი თბილისის თქვათ გამგებლები ახლა უყურებდი რა გუშინ პრაიმ ტაიმში 100-თა ჭიდილი იყო ამასთან დაკავშირებით. გამოდის გამგებელი აშკარა თითოეულ საუბრობს იმაზე რომ განაგებს გარკვეულ თანხებს რომ საზოგადოება თითქოს და ჩართულია ამ თანხების მოძრაობაში და გადანაწილებაში და აშკარად იგრძნობა რომ არის პარტიული ნიშნით ჩამოყალიბებული ბიუჯეტი, ქალაქ თბილისის ბიუჯეტი. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ამას არ აქვს პარტიული ნიშანი, აქვს პარტიული ნიშანი და ფულზეა საუბარი, რომელსაც აძლევდა არიგებ ისე, როგორც შენ მეგაჩნია სწორედ. თუნდაც არ იყოს ესე თქვა პიროვნება, ვისაც გამოუყოფ დახმარებას, შეიძლება სხვა პარტიის მხარდამჭერი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ შენ რაღაცა სტრუქტურას არ უნდა გქონდეს საშუალება განკარგო თანხები, მილიონები ისე რომ არ გქონდეს შესაბამისად რაღაცა ბალანსი კონტროლის მექანიზმში. ეგ ერთი საკითხი. და მეორე საკითხი, რაც მთავარია საერთოდ რა, ამ პოლიტიკურ დამოკიდებულება ფულთან მიმართებაში, სახსრებთან მიმართებაში ფაქტი დევს უშველებელი წინ, რომელიც უნდა დადასტურდეს სასაკვირველია სასამართლოს მიერ, მაგრამ უკვე არავინ არ უარყოფს იმას, რომ ათეულობით მილიონი ლარი ბიუჯეტიდან იხარჯებოდა ისე, რომ ამას ჰქონდა სხვა არაფერი თუ არა პარტიული ნიშანი და სხვა როგორ შეიძლება ახლა ადამიანების ჯგუფს, რომლებმაც ესე ხარჯეს ფული და ესე არიან მიჩვეული ამ ფულის ხარჯვას, ბიანდო კიდევ რამოდენიმე ასეული მილიონის ხარჯვის საშუალება, ისე რომ კონტროლი არ იყოს. ვფიქრობ, აი ბოლოს მიღებულმა უკვე ბიუჯეტმა გარკვეულწილად დააბალანსა ეს შესაძლებლობა და აი პარტიული ნიშანი თუ სადმე უნდა ვეძებოთ, სწორედ აი ამ გადაწყვეტილებებში და ამ სისტემებში, რომლებიც ჩამოაყალიბეს წლების მანძილზე, მაგრამ იქ რო ადამიანი ჩადენილი აქვს დანაშაული და ამისთვის ვიღაცამ პასუხი მოთხოვა, რატო უნდა ვიფიქროთ და რატო უნდა თქვათ, რატო უნდა განვაცხადოთ, რომ ის არის პარტიული ნიშნით. არ მესმის, ვიც არ უნდა იყოს, რომელი პარტიის წევრიც არ უნდა იყოს. რატო მეკითხებით არ ვიცი მართალი გითხრათ რა, მიღებულია, ჩამოყალიბებულია, ძალიან ბევრი ცვლილებაა, ძალიან ბევრი პოზიტივია და ვფიქრობ აღარ შეიცვლება. რა შეიძლება შეიცვალოს? თანაბარ პირობებს მართალი გითხრა მე ვერ ხსოვ რაღაცაში მართლები არიან იმ გაგებით რომ არ შეიძლება თანაბარი პირობები ქონდეს პარტიას იმის მიუხედავად თუ რა რეიტინგი აქვს საზოგადოებაში. ყველაფერი მაინც დაკავშირებულია ფინანსებთან. იმდენად რამდენადაც არასაპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი პრეტენზიები ამით არავითარ შემთხვევაში არ ამცირებთ მათ დამოკიდებულებას, პარტიული ლიდერები არიან თავის დონეზე და გასაგებია, რომ ფინანსებს თხოვლობენ, თქვათ, დაფინანსებას, რომ შესაძლებლობა მეტი მიეცეთ. აწარმოონ კომპანია, მაგრამ ამომრჩევლის არის ის ფული, რომელიც ბიუჯეტში დევს და რომელსაც თხოვლობენ და არა ჩვენი პირადი, რომ ამოუყოთ, მივცეთ, ან კეთილები ვიყოთ, ან ისინი რა ქვიან, ხარბები და ამის განისაზღვრება იმის მიხედვით რა რეიტინგი აქვს საზოგადოებაში და თანხად შესაბამისად ეძლევა იმდენი, რამდენსაც ჩვენ ვთვლით ლოგიკურად, რომ მათი ამომრჩეველი გამოყოფს და იმეტებს მათთვის. რა არის გათვალისწინებული? საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ იქნება ისეთი უზომო დიდი. ჩვენ მეუბნებით, რომ გარანტიას ვიძლევით, რომ სადაც ვერ იქნება წარმოდგენილი არასაპარლამენტო ოპოზიცია იმ დოზით, რასაც თხოვლობენ. ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ
რაღაც ძველი სტალინის ფორმულირება არსებობდა, ვინც ითვლის ის იგებს. ჩვენ არა გვაქვს ეგეთი ფორმულა და არ მოხდება ეგრეთ საზოგადოებას, მე მგონი საკმაოდ რწმენა გაუჩნდა განცდა იმისი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ და არის მარტო სიტყვა არ არის, აქ არის კანონი და თუ დაგიმტკიცდა, დაგიდასტურდა რომ რაღაცა შეასწორე, სხვა ციფრი მიიღე და სხვა ციფრი ჩაწერე, ვიგრობ ძალიან სერიოზული პასუხისგებლობის წინაშე. არა, ვერ მოგახსენებთ ამას. კერის ჩამოსვლის, კითხვა არის მის ხოლმე ხშირ შემთხვევაში. კერის ჩამოსვლის ზუსტ დროს, თარიღს და საკითხებზე ჯერჯერობით არ შემიძლია. რაღაცების საქმის კურსში ვარ, მაგრამ დგინდება ზუსტება ჯერჯერობით. რა გითხრათ? რა გვიჩვენებს? არიან ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა და სწორი ნაბიჯია. ეს ამწუხაროა. რა არაფერი დაგჭება სალაპარაკოთ, ალბათ ეგრე უნდა თქვა. როგორ ათქვეს ისო, რა ქვია. რეზოლუციასთან დაკავშირებით ხო არ გაინტერესებთ? რეზოლუცია არის წამოვიღე რა სპეციალურად და კიდევ ერთხელ მინდა წავიკითხო რა. ხო უმცირესობასთან არა, უმცირესობას ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია უკრაინასთან და მაგას მოყვა რა ეს თქვა რასაც ამბობთ. ეტიკა ისმის. რაც უფრო ხშირად ჩანხარ, რაც უფრო თქვათ ჩართული ხარ საკითხებში, კრიტიკაც მეტი იქნება, უნდა შევეჩვიოთ ამას, თუმცა ეს ცოტა ძნელი შესაჩვევია ესეთი უგვანო ლაპარაკი ბევრ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან კონდეს საერთოდ დედაქალაქებთან, ორგანიზაციებთან ინტენსიური კონსულტაციები და კიევთან ამასთან დაკავშირებით. კიევს რა უნდა, რომ მათი კიევის უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნების ჯგუფმა მოახერხოს ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან როგორმე მოიყვანოს რუსეთი. ამ ისტრაფებას მხარს უჭერთ. და ამავე დროს ფიგვაჩნია, რომ სოფლიო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა ჩამოაყალიბოს ისეთი მიდგომა, როდესაც სანქცია იქნება თუ სხვა ეკონომიკური ბერკეტი, თუ პიროვნული სანქციები პიროვნებების მიმართ. და გარდა ამისა, პოლიტიკური მეთოდები, ჰუმანიტარული მეთოდები სამხედროზე არ არის ლაპარაკი, რასაკვირველია, თქვენც ხედავთ უკრაინა თავს იკავებს და მთელი მათი ძალისხმევა მიმართული ეკითხე, რომ აიმე ის არ მოხდეს. გამწვავება და პროვოკაციის საშუალება არ მიეცეს რუსეთს. ესეთია ვაშინგტონის შეხედულება. ამ საკითხებზე ილაპარაკა პრემიერმა ამერიკის პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტთან, სახელმწიფო მინისტრთან და მთელ რიგ სტრუქტურებთან, ვისაც ხელეწიფება გავლენა მოახდინოს ამას. შესაბამისია ჩვენი რეზოლუციაც, რომელიც დამოკიდებულებას აჩვენებს ძალიან მკაფიოდ, ჩამოყალიბებულია ამასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს რუსეთის როლი ამ შემთხვევაში, რა უნდა მას და მსოფლიოსგან მოითხოვს შესაბამის ომებს, არა მარტო უკრაინასთან, არამედ საქართველოსთან დაკავშირებით. სიტყვა სანქციები შემოტანილია მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა არა ექსტრაორდინალური თემა შემოიტანოს ნაციონალურ მოძრაობამ და თავისი ჰედლაინებისთვის აქვთ ჩამოყალიბებული ეს პოზიცია და თანაც საკამათო ხო უნდა დატოვოს რამე. აქედან გამომდინარეა ყველაფერი გადაწყვეტილება ჩვენი არის ფართო, ყოვლის მომცველი, ისინი კონცენტრირებულები არიან რაღაც გარკვეულ სიტყვაზე, რასაც შეიძლება მხოლოდ ერთი გავლენა ქონდეს რა სიტუაციაზე, რომ რუსეთის დუმა წაახალისონ იმისათვის, რომ შესაბამისი მოთხოვნები და შესაბამისი ზომები მოითხოვონ. რუსეთი ძალიან ესეთი საშიში მოწინააღმდეგეა მიმართებით და ყველა შემთხვევას არ დატოვებს, რომ რაღაცა სათავისოდ არ ეცადოს მოატრიალოს. აგრესიულია, ტყუანია პრაქტიკულად ყველა საკითხში, ერთადერთი რაზეც შეიძლება გამართლება
თქვან რომ აი ჩვენ თქვათ გვინდა სიკეთე რუსულენოვანი მოსახლეობისათვის. მაგრამ ამის უკან მოქმედება არანაირი სიკეთის მომტანი არ დევს. თავარი თემა ეს არის. აი ამ საკითხებზე როცა მიდის კამათი, არგუმენტები იმდენად სუსტია და ჩვენი არგუმენტები იმდენად შესაბამისია, თქვათ, იგივე ევროპულ და ამერიკულ არგუმენტებთან, რომ არაფერი არ დარჩენიათ, რომ პიროვნული შეურაცხყოფა არ მოგაყენონ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის რაც დავდეთ და რაზეც ვილაპარაკეთ, თუნდაც ომის წინა პერიოდთან დაკავშირებით, საკმაოდ ბევრ კითხვებს წარმოშობს საზოგადოებაში. თუ ვინ არის და ვისი თამაში ითამაშა. ფაქტებით თუ იმჟელებთ და შედეგებით თუ იმჟელებთ, მე ვფიქრობ, არაფერი სატრაბახო ნაციონალურ მოძრაობას ამასთან დაკავშირებით არ აქვს. რა როდის დაიდება? ის არა, და ფაქტები დაიდოს რაზე?